მოვიდა როგორც იქნა გაზაფხული ამოანათ ამ მზემ გაფერად და სამყარო და ჩვენც გავფერად დიდით არა იყო? ეგრეა და როგორც იქნა მართლა სწორი სიტყვა, ამიტომ რომ ძალიან დიდი ხანი ველოდებით და მიუხედავად იმისა, რომ არეული ამინდები იყო, ეხლა კი ხედავთ რა და სულ ვამბობ, რომ აი როგორც გაზაფხულია ძალიან ბევრი რამის საწყის, ისე იფურჩქნება ადამიანის შიგნიდან და სულ ის განცდა გაქვს, რომ რაღაცა დადებითისკენ იხრების. და ჩვენ ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი დაიწყო. ყავს 4 ფეხა მეგობარი და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ. არა მარტო ჩვენ შვილებზე, ამ პატარა ცუგაზეც, მაგრამ პირველი ჩვენი მიზანი არის ის, რომ ჩვენ შვილებს ვასწავლოთ ზრუნვა და მათ იზრუნონ თავიანთ ოჯახის ახალ წევრზე. თან იცით რა არის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლა გადატვირთული გრაფიკი გვაქვს ჩვენს და სხვა ადამიანებსაც, იმ დროს, როცა ატარებ ბავშვებთან, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იყოს ხარისხიანი რა. ანუ მართლა ის 1 საათი შეიძლება გაატარო ისე ხარისხიანად, რომ ჯობდეს სხვა 3 საათს, როცა გაუტურად პასუხობ ბავშვს და ასე შემდეგ. და ნებისმიერ შემთხვევაში უბრალოდ აი მართლა მე ვფიქრობ, რომ ყველანაირი გასაღები იმისათვის, რომ ადამიანი იყოს ბედნიერი და მენტალური ჯანმრთელობისთვის, გაზაფხული არის იდეალური დრო. მე ვარ დარწმუნებული, რომ სიყვარულით ზრუნვა აფერადებს სამყაროს და ხდებით უფრო კარგები. და სულ კოცნა გინდება. გაზაფხულის დროს აი გარე.